ბუნებრივია, რომ ჩვენ ამ კვირას თავისთავად ცხადია ვიწყებთ საუბარს იმ ძალიან მნიშვნელოვან დღეებზე და ყოველი დღევნების კვირაში არის ძალიან მნიშვნელოვანი და თავისთავად ცხადია ჩემზე ბევრად კომპეტენტური და ადამიანი მამა, რომელიც ჩვენ განგვიმარტავს ყოველი დღის მნიშვნელობას. მამა კახაბერი არის დღეს ჩვენთან სტუდიაში, მე მას მივესალმები, მოგესალმებით და რითია ეს კვირა კიდევ ერთხელ განმარტოთ, კიდევ ერთხელ მოგესალმებით. განმარტოთ რით არის, რატომ არის იგივნების კვირა და ვიწყოთ ამ განმარტებით ამ ტერმინის და შემდგომ როგორ უნდა ვიყოთ ამ კვირის განმავლობაში და როგორ მივიდეთ ამ ბრწყინვალე დღესასწაულამდე. ძალიან თითქოს ბევრია სათქმელი და ამავდროულად ძალიან რთულია თქვა ის ყველაფერი რაღაცა ჩავტიოთ ეხა ჩვენ ამ გადაცემაში, რაც შეიძლება ნების კვირასთან დაკავშირებით ითქვას, თუმცა კი ჩვენი საზოგადოებისთვის მაინც რომ უცხო არ იყოს და იცოდნენ რას ნიშნავს დიდი ორშაბათი, დიდი სამშაბათი, ასე ეწოდება საეკლესიო ტრადიციის მიხედვით, აღდგომის დღის ჩათვლი, აღდგომა დღემდე სანამ დაგვიდგება აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული, რა დღეები გვაქვს გასავლელი, რა მსახურებას გულისხმობს ეს თითოეული დღე, ამის შესახებ შევეცდები ცოტაოდენი მაინც თქვა თითოეულ დღესთან დაკავშირებით. თუმცა კი სანამ დავიწყებთ, კვლავ უნდა შევახსენოთ ჩვენს მაყურებელს, რომ ამ მარხვას ქვია 40-თა მარხვა, ანუ 40 დღიანი მარხვა, რასაც ჩვენ თუ გადავთვლით მათემატიკურად, გამოდის რომ გუშინდელ დღესასწაულზე ბზობას, რასაც უწოდებთ, ამ დღესასწაულზე დამთავრდა. ამასაც რა თქმა უნდა თავისი სულიერი მნიშვნელობა აქვს და უნდა ვთქვათ, იმიტომ რომ ეს დასაწყისია ფაქტიურად აი ამ ნების კვირისა და შესაბამისად თუ კი დავიწყებთ, უნდა დავიწყოთ ბზობაზე საუბრით. ბზობას საეკლესიო ტრადიციაში ქვია დიდებით შესვლა, მაცხოვრის დიდებით შესვლა იერუსალიმში. ამას ჩვენ უწოდებთ ბზობას, იმიტომ რომ ბზის ტოტებით ვეგებთ. უბრალოდ ჩვენთან ბზობა ქვია, თორე გზა საერთოდ არ იყო. გზა საერთოდ არ იყო, პალმის ტოტებით იყო ეს დახვედრა, ეს სამეფო დახვედრას ნიშნავდა, ამას განასახიერებდა და რაღაცა სულიერი და სხვა სიმბოლური მნიშვნელობა უნდა კონდეს მარხველი ადამიანისთვის თვითონ ბზობის დღესასწაულის დადგომას. იმიტომ რომ ეს გახლავთ რაღაცა შენი შინაგანი აღძრულობა იმისა, რომ იპოვა ადამიანმა საკუთარი თავი. ეს მარხვა სწორედ ამას მოგიწოდებს. რა არის ეს 40 დღიანი მარხვა? თუ ვინმე შეგეკითხება, მოკლედ შეიძლება თქვა, რომ აი ამ ყოველდღიური ამაოებისგან, რომელსაც მთელი წლის განმავლობაში შეიძლება ვიყო ჩართული და განვიცდიდე უბრალოდ ჩაფლული ამ ამაოებაში, რომ ვერ განვიცდიდე რაღაცა სულიერ წინსვლებს, ამიტომაც მაქვს დაწესებული ეს 40 დღიანი მარხვა, რომ მე ვიპოვო საკუთარი თავი. და ბზობით იმიტომაც მთავრდება, რომ ეს გახლავთ გზა ქრისტემდე მისასვლელად. და ბზობით მთავრდება, იმიტომ რომ ეხლა ქრისტე მოდის შენთან. ანუ თუ კი ნამდვილად შენ იმარხული, აი უკვე ქრისტე იწყებს მოსვლა შენთან და აი ესეთი დიდებით შეგიძლია შენ მას მიეგებო. ამიტომაც ის ბზის ტოტი იქ თქვათ იერუსალიმში რომ პალმის რტოტით ხვდებოდნენ და ჩვენთან სიმბოლურად ეს ბზა არის, გახლავთ სწორედ შეხსენება ამისა. ჩვენ ადამიანებს ურიგებთ, ვაკურთხებთ ამ ბზის ტოტებს, ვასხურებთ ნაკურთხ წყალს და მიაგვთ სახლში. სწორედ შეხსენება უნდა იყოს, რომ ყოველ დილით მივა ხატების კუთხესთან სალოცავად თუ საღამოთი ეს ბზის ტოტი უნდა ახსენებდეს მას აი ამ განვლილ დღეებს, ახსენებდეს მას უნდა რომ ეხლა მაცხოვარი მოვიდა თუ არა და ის დახვდა თუ არა და რომელ მაცხოვარს დახვდა, ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, იმიტომ რომ არის მაცხოვარი, რომელიც არსებულია, ანუ გულისხმობ ღმერთს არსებული ქვია ერთ-ერთი სახელი, იმიტომ რომ ის არის არსებობის წყაროა და არის შეიძლება მაცხოვარი, რომელიც შენი შეთხზულია, შენი მოგონილია და შენ გინდა ასეთი რომ იყოს მაცხოვარი, იმიტომ რომ ჩვენ სახარებაში ვნახულობთ ორჯერ მოვლენას, როდესაც გადაწყვიტეს რომ იესო ქრისტე ეკურთხებინათ მეფედ. ერთი ეს იყო, როდესაც 5000 კაცი გაძღა 5 პურით და მეორე შემთხვევა გახლავთ ბზობის დღესასწაული, როდესაც წინა დღეს იხილეს მკვდრეთით აღდგომილი ლაზარე. ამიტომაც ბზობას ისინი ეგებებოდნენ, ეპატიჟებოდნენ ფაქტიურად აი ამ როგორც სამეფო მსახურებისთვის, მაგრამ ცოტა ხანში აღმოვაჩენთ, რომ იგივე ხალხი, ეს პალმის რტოებით მდგარი ხალხი ყვირის რომ ჯვარსაც უიღე, იმიტომ რომ ვერ გაამართლა მათი იმედები. იმიტომ რომ ეს არ არის მოსული
ადამიანის გასაძღომად ან აქვე უკვდავების მისანიჭებლად. და ეს ვერ გაიგეს ადამიანებმა და ამიტომაც ეს ბზა რომელიც სახში გიდევს, უნდა ფიქრობდე ძალიან ხშირად ამაზე რომ შენს იმას მოლოდინებს ამართლებს თუ არა. და სწორედ ისე არ მოვიქცეთ როგორც ეს ადამიანები მოიქცნენ ბზობის შემდგომ. დიახ, ამიტომაც გავიხსენე ეს ყველაფერი რომ ეს გახლავთ ეს 40 დღიანი შეიძლება ითქვას მსვლელობა ღმერთისკენ და ეხლა ღმერთი რომ მოდის აქაც სწორი განსაზღვრება გჭირდება რომ რომელ ღმერთს ელოდები, რომელ მეფეს ელოდები, რომელიც ამ ქვეყნიურ ყოფიერებას მოგიწესრიგებს თუ ზეციურ სასუფეველზე გესაუბრება. ამიტომაც ეს ძალიან მნიშვნელოვანია რომ იმარხულო შეიძლება ადამიანმა და ვერ აღმოაჩინო მაინც ის ნამდვილი ჭეშმარიტი სახე ქრისტესი, რომელსაც უნდა ემსახურებოდე, რომელიც შენთვის ნამდვილი ჭეშმარიტი ბედნიერების მომნიჭებელია. მაგრამ ეხლა ფიზიკურად ვმარხულობ, მაპატიეთ გაწყვეტილებთ. ანუ ეს მაინც ფიზიკური აქტია, ძალიან ბევრს ასე გონია ყოველ შემთხვევაში და ესეც მინდა რომ ცოტათი დავაზუსტოთ, რომ მე მაინც ადამიანი ვარ და მგონია რომ თუ საკვებს ავიკრძალავ, თუნდაც ვილოცებ ფიზიკურად, შევასრულებ ყველა იმ დათქმულ, ასე ვთქვათ, რიტუალს, რომელიც ამ შემთხვევაში ეკლესიამ დამიწესა, ეს საკმარისია იმისთვის, რომ მე აღმოვაჩინო სულიერად სწორედ ის მოძღვარი, ის მაცხოვარი, რომელიც არის ჩემს სულში და არა ველოდო მასგან ფიზიკურად კეთილდღებას, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ფიქრობს, რომ თუ ვიმარხულებ, თუ ვილოცებ, ხვალიდან უკვე რაღაცა შემეძლება, რომ კარგი რაღაცები ჩემს ცხოვრებაში მოხდეს, იმიტომ რომ ღმერთმა ეს დაინახა, ის ემოდან მიყურებს, რომ მე ყველაფერი შევასრულე, რაც ეკლესიამ დამიდგინა და ეხლა უკვე ველი საჩუქარს მისგან. და იცით, მოლოდინი აქვს ადამიანს უნდა უთხრათ და დავამშვიდოთ წინასწარვე ადამიანი და უთხრათ ასეთი რამ რაც სახარებაში წერია რომ წყურვალს რომ ერთი ჭიქა წყალი მიაწოდო ისიც არ დაეკარგება ადამიანს ღვთის წინაშე. ნებისმიერი გაწეული ღვაწლი რა თქმა უნდა შეფასებული იქნება და დაფასებული იქნება და არავითარ შემთხვევაში ღმერთი არ დაუკარგავს ადამიანს არც ერთ სიკეთეს. ძალიან კარგი. მაგრამ დაიმედება იმაზე რომ მე ხლა ვიმარხულებ ესე იგი და ამიტომაც ღირსი გავხვდები რაღაცისა, ეს გახლავთ არასწორი მიდგომა. იმიტომ რომ თითქოს ჩვენთვის მიზნად გადაიქცევა მარხვა და მთავარი მიზანი გვავიწყდება რა არის მარხვისა, რომ მარხვა გახლავთ საშუალება იმისა რომ მე დავინახო ქრისტე. და არა მიზანი რომ მე თუ ვიმარხულებ ეხლა ცათასასუფეველში მოვხვდები, ეს არასწორი დამოკიდებულებაა, იმიტომ რომ ჯერ არ ნახული ღვაწლიც რომ გასწიოს ადამიანმა, საერთოდ რომ ჭამას გადაეჩვიოს და აღარ ჭამოს საჭმელი და სასწავლებიც კი ისეთი მოახდინოს მართლაც მთათა გადაადგილების შესახებ როგორც სახარებაში წერია, ადამიანს ხონება მაინც არ დაუმსახურებია, მინდა გითხრათ, იმიტომ რომ რაღაცა ხინჯი ყოველთვის რჩება მის ცხოვრებაში. აი ესე სრული გაწმენდა რომ კაცი ცხოვრობს და აღარ სწოდავს, სალონში გვიწერია, არ არის ასეთი კაცი, რომელიც ხონდეს და არ სწოდავს. ამიტომაც რაღაცა ხინჯი თუ კი რჩება, ამ ხინჯის გამო შეიძლება მოსადავებელი იყოს, რომ შენ ამის გამოც არ გეკუთვნის სასუფეველი. ამიტომაც სასუფეველი ღმერთის აი ამ სინათლის ჭვრეტა ყველა შემთხვევაში ღვთის ხელშია. მისი მოწყალება, ის დაინახავს შენს მონდომებას და ამ მონდომების გამო განიჭებს ამას და არა იმიტომ რომ მე რომ ვიმარხულე ეხლა დავიმსახურე ეს. ამიტომაც მოწყალება არის ყველა შემთხვევაში მისი მხრიდან გაღებული, როდესაც შენ საშუალება გეძლევა რომ განჭვრიტო ეს ჭეშმარიტება, რის შესახებაც ეხლა ჩვენ უნდა შევდგეთ საუბარს. ანუ 40 დღიანი ჩვენი მსვლელობა და ეხლა ღმერთის მოსვლა, ასე ვთქვათ. ეხლა უკვე ერთობლივი მოქმედება შეიძლება ესე ითქვას, იწყება და ჩვენ უნდა გადავინაცვლოთ სულიერი თვალსაზრისით ბუნებრივია იერუსალიმში და სწორედ იმ დღეებში, სადაც მაცხოვარმა თითეული დღე აი ესეთ ბოლო დღეები მის ჯვარცმამდე განვლო. და რა დღეებია ეს? ეს გახლავთ დიდი ორშაბათი, სადაც ჩვენ ვხედავთ ერთ საოცარ იგავს. მოქმედებებს უпроსტორად და ძალიან ბევრს იგავებსაც წარმოთქვამდა მაცხოვარი ყოველ დღე ტაძარში მობრძანდებოდა და წარმოთქვამდა იგავებს და ყველას ბუნებრივია ვერ ჩამოთვლით, მაგრამ აი ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის, შეიძლება ის ვთქვათ. ეს გახლავთ ორშაბათს მომხდარი ფაქტი, როდესაც ლეღვის ხესთან მივიდა და ვერ ნახა მასზე ნაყოფი და ეუბნება რომ აი უნდა გახმეს ეს ხე, იმიტომ რომ ნაყოფი არ აქვს და მომენტალურად გახმება ეს ხე. და იწყება იქ ფიქრი მოციქულებისა, რომ რანაირად მოახერხეს, რომ თქვი და მაშინვე გახმალე. აი მომენტალურად იმ წამსვე გახმა ლეღვი, რაღაცა დრო კი არ დასჭირებია რომ ჯერ ფოთლები ჩამოცვენილიყო.
და მათ ეუბნება რომ თუ კი გექნებათ მცირეოდენი დოგმის მარცვლისოდენი სარწმუნოება, უფრო მეტსაც შეძლებთ და რასაც ითხოვთ ღმერთისგან ყველაფერი მოგეცემათ. ეს გახლავთ ძალიან დიდი სიმბოლო ამ ლეღვის გახმობა უნაყოფობისა, რომ შენ თუ კი ფიქრობ რომ ახლა შენი მარხვით რაღაცა ნაყოფი უნდა გამოიღო, ნამდვილად სწორი ფიქრია ეს, მაგრამ აი ეს ნაყოფი რა ნაყოფი უნდა იყოს შენ თუ არასწორად გადადგავai ამ ნაბიჯს, რას გულისხმობ ამაში ხლავე მოგახსენებთ, რომ ადამიანი შეიძლება ფიქრობდეს რომ დაკმაყოფილდეს იმით, რასაც მიაღწია და თქვას რომ ეხლა მე ისე ვიმარხულე რომ აი უკვე რაღაცა ზეცა შეიძლება შეწვდეს ჩემი მარხვა, ეს უკვე არასწორი ნაყოფია. მარხვამ ყველა შემთხვევაში უნდა დაგამდაბლოს, უნდა დაგანახოს რომ ამის ღირსი კი არა ხარ მოწყალებით გეძლება და ეს გახლავთ პირველი ნაყოფი მარხვისა. თუ მსგავსი ნაყოფი არ გამოუღია ადამიანს, მაშინ ესე იგი ეს 40 დღეანის რბოლა, მოდი ესე დავარქვათ, აბსოლუტურად ტყუილა გაუვლია და უნაყოფო ხესავით რჩება, რომელსაც გახმობა ელოდება, იმიტომ რომ ვერ გაიგებს ნებისმიერ მაგრამ ხომ შეეძლო, აი ძალიან უცნაურ კითხვას ვარ, მაგრამ აი ძალიან ყოფით ახლა ვინც გვისმენს. ხომ შეეძლო მაცხოვარს რომ კი არ გაეხმარებით ნაყოფიერად ექცია ეს ხე. ეს უნდა ყოფილიყო საჩვენებელი საზოგადოებისთვის უნდა რომ უნაყოფო აუცილებლად გახმება, იმიტომ რომ შენ ამისთვის ხარ არა აქვს ის არსებობის უფლებაც არა. დიახ, არა აქვს უფლება და ჩვენთვის ცოტა ეს შეიძლება გაუგებარი იყოს, მაგრამ მაშინდელ საზოგადოებაში ეს აბსოლუტურად გასაგებია, რომ არც ერთი გლეხი უნაყოფო ხეს არ გააჩერებდა ეზოში თავის მიწაზე, იმიტომ რომ ტყუილა არ მოაცდენდა მიწას. ეხლა შეიძლება აღარავინ აღარ ვრგავთ და თესავთ და პირდაპირ გამზადებულს ბაზრებში პიდულობთ, მაგრამ ვისაც გვაქვს ოდნავი შეხება მაინც მეურნეობასთან და ვინც ვიცით მეურნე ადამიანები, ის მიწას ტყუილად არ მოაცდენს, უნაყოფო ხეს არ გააჩერებს. უბრალოდ ჩრდილს მაძლევსო, შეიძლება ესეთი ხეც არ გააჩეროს, იმიტომ რომ ურჩევნია ჩრდილიც ისეთმა ხემ მისცემ, რომელიც პარალელურად რაღაცა ნაყოფს იძლევა, იმიტომ რომ ამაზეა დამოკიდებული მისი ოჯახის გამოკვება და ამაზეა დამოკიდებული სიცოცხლეც კი მაშინ ასე იყო დამოკიდებული, იმიტომ რომ მაშინ ასე ბიზნესით არ იყვნენ ადამიანები დაკავებულები, ან მეცხოველეობა იყო, ან ვაჭრობა იყო, ან ესე იგი მიწათმოქმედება და უნდა გქონდეს ის რაც გვჭირდება და ანუ არასაჭირო უნაყოფო არ უნდა იყოს ჩვენ უნაყოფო არც აქციელი, რომელსაც შედეგი არ მოაქვს. დიახ, ეგეც ესეც. ამიტომ უფრო მკაცრი რო არ ყოფილიყო და პირდაპირ ადამიანისთვის არ დაედო ეს სასჯელი, რომელიც ნაყოფს არიღებს, მცენარესთან მიმართებაში აკეთებს, აღასრულებს ამას ღმერთი, რომ შენ დაინახო საკუთარი თავი, რომ მე თუ არ მექნება ნაყოფი, ფუჭი არის ესე იგი ჩემი ცხოვრება და ასე გახმება, იმიტომ რომ ეს გახლავთ სინამდვილეში რა არის ხის გახმობა? სიცოცხლის წყაროს მოწყვიტეს. და ადამიანის, რომელიც სიცოცხლის წყაროს არის მოწყვეტილი, აუცილებლად შეიძლება ფიზიკურად ცოცხალი იყოს, სუნთქავდეს და საუბრობდეს კიდეც, მაგრამ აუცილებლად როგორც აი მდინარეს რომ სათავე გადაუკეტოთ, რაღაცა მომენტში კიდევ მიედინება, მაგრამ აუცილებლად დაშრება, იმიტომ რომ გადაკეტილია ის წყარო, რომლიდანაც საზრდოობდა აღარ გააჩნია მას. ესეთი იქნება ადამიანის ცხოვრებაც და აუცილებლად გახმება, თუ კი ნაყოფი არ ექნება. შემდეგი დღე გახლავთ დიდი სამშაბათი, სადაც იკითხება იგავე 10 ქალწულის შესახებ და ძალიან მნიშვნელოვანი ამბავია ესეც, იმიტომ რომ პირდაპირ უკავშირდება ამ უნაყოფოსაც. 10 ქალწულია დასახელებული და 10-დან 5 მათგანი არის ბრძენი და 5 სულელი. თუმცა კი ქალწულია სუყველა. ქალწულება ნიშნავს იმას, რომ სათნოებით არიან ისინი შემკობილნი. მაგრამ რაში მდგომარეობს სიბრძნე და სისულელი? ძალიან ხშირად ვთქვი და გავიმეორო უნდა, რომ ადამიანი კმაყოფილდება მიღწეულით. ანუ მაგალითად შეიძლება თქვას ესეთი რამ, რომ მე ბოროტებას არ ჩავდივარ. ბოროტებას რომ არ ჩადიხარ, ეს კარგია, მაგრამ საკმარისი არ არის. აუცილებლად სიკეთეს უნდა აკეთებდე. აი სისულელე სწორედ ამაში ვლინდება, იმიტომ რომ ბოროტებას რომ არ ჩადიხარ, შეიძლება ქალწულად მოიხსენიებოდე, იმიტომ რომ ზნეობრივი კუთხითაც მოწესრიგებული პიროვნება ხარ, საზოგადოებრივად თქვა სოციალური ადამიანი ხარ ესეთი და ყველანაირად სარგებელი უნდა იყოს ამ შენი ქალწულობა. სარგებელი თუ არ არის, ამ შემთხვევაში სულელი ეწოდება სახარებისეული ამიგავის მიხედვით და ეს სარგებელი იქ როგორ არის იცით, აი სახე სიმბოლოებია მოცემული, რომ
როდესაც ჩამობნელდა, მათ აღარ გაუთავდათ ზეთი, რომ ლამპარი ანთებულიყო. ეს ზეთი გახლავთ სწორედ მადლი, სამადლო საქმეები, რომლითაც ლამპარი შეიძლება ენთოს. ლამპარი ამ შემთხვევაში ადამიანის სულს განასახიერებს. და თუ კი ზეთს არ ჩაასხავ, ისე კანდელი არ ინთება. აგაში გამორიცხულია, ვერ აანთებ კანდელს ჩვეულებრივ ძაფზე. უნდა კონდეს მას რაღაცა ცხიმოვნება, რითიც შეიძლება ცეცხლი ინთებოდეს და ეს ცხიმოვნება გახლავთ ამ შემთხვევაში ზეთი გახლავთ სწორედ ის კეთილი საქმეები ადამიანის მიერ აღსრულებული, რომელსაც უნდა აკეთებდეს, ეს შეიძლება იყოს დახმარება, ეს შეიძლება იყოს რაღაცა პირადი ღვაწლი, რომელთაც უნდა იღწვოდეს ადამიანი, რაზეც ვსაუბრობთ და უნდა იყოს, რა თქმა უნდა, საზოგადოებაში სიკეთეს უნდა თესავდეს, ვიღაცას თქვა ქადაგების ნიჭი აქვს, ვიღაცას მოწყალების ნიჭი აქვს, ვიღაცას დახმარების ნიჭი აქვს, ვიღაცას ნუგეშის ნიჭი აქვს და ამას თუ შენთვის დაინახავ, მიემსგავსები იმ ადამიანს, რომელმაც მიცემული ტალანტები მიწაში დაფლა და არ გაამრავლა და არ გამოიყენა საზოგადოებისთვის. ქალწულობა დიდი ხნის დაკარგული ქონდა მარიამ ეგვიპტელს, მაგრამ როგორ ამხელა საქმეები და სათნოება ქონდა მას. ამიტომაც ჩვენ შეიძლება ქალწულებაზე, როდესაც ვლაპარაკობთ, ესეც უთხრათ ჩვენს მაყურებელს, რომ მხოლოდ ბიოლოგიურ ქალწულებას არ გულისხმობს ეს, იმიტომ რომ შეიძლება 10 შვილის დედა იყოს ადამიანი, მაგრამ ჩვენ მას ქალწულს უწოდებდეთ თავისი ცხოვრების წესით. ამიტომ აქ ბიოლოგიურზე საერთოდ არ არის ლაპარაკი. დიახ, აქ არის სულიერ ქალწულებაზე ლაპარაკი, რომელიც თავისთავად უმანკოებას და რაღაცნაირად ნიშნავს იმას, რომ ადამიანი სუფთად ცხოვრობს. ბიოლოგიური ქალწული ბევრია, მაგრამ ძალიან ბევრ ცუდ საქმეს აკეთებს. ამიტომ დიახ, ესეთი რამ შეიძლება საერთოდ მოსატანიც არ იყოს მაგალითად. აქედან გამომდინარე, ეს იგავი მოგვითხრობს იმას, რომ ერთია რომ ნაყოფი უნდა გამოიღო, ორშაბათი ამას გელაპარაკება. იქ თქვა ძალიან ბევრია კიდევ სათქმელი, მაგრამ ჩვენ დროის გამო ვეღარ მოვასწრებთ. ხო, ვერ მოვასწრებთ რო გვაქვს ცოტა. სამშაბათი იმის შესახებ გელაპარაკება, რომ საკმარისი არ არის მხოლოდ ის, რომ შენ ესე იგი ბოროტებას არ ჩადიხარ, აუცილებლად სიკეთეს უნდა აკეთებდე. ოთხშაბათი დღე გახლავთ მოთხრობილი ამბავი, როდესაც მეძავი ქალი მოდის და მაცხოვარი, რომელიც ერთ-ერთი სიმონ კეტროვნის სახლში ბრძანდება, დაასხავს ძალიან ძვირად ღირებულ ნელსაცხებელს ფეხებზე და თავისი თმით ამშრალებს და ამბორს უყობს მის ფეხებს და ამის გამო დაბრკოლდება მოციქული რამდენიმე და მათ შორის იუდა პირველი, რომელიც მაშინვე ესე იგი ფინანსურ გათვლებს იწყებს, რომ როგორ შეიძლებოდა ჩვენ ეს გაგვეყიდა ეხლა ამდენად და ამდენად და რამდენ ადამიანს დავხმარებოდით, თუმცა კი მაცხოვარი ქვე პასუხობს, რომ გაჭირვებულები მუდამ თქვენთან არიან და ამ ადამიანმა ეს ჩემს დამარხვის წინასახედ გააკეთაო, იმიტომ რომ დამარხვამდე ადამიანს აუცილებლად მსგავსი ნელსაცხებლებით ამუშავებდნენ მის ხელს და მაცხოვართან მიმართებაში ეს ვერ მოასწრეს, იმიტომ რომ პარასკევს საღამოს სასწრაფოდ ჩამოხსნეს ჯვრიდან და პირდაპირ საფლავში დააბრძანეს, რადგანაც შაბათი იწყებოდა და შაბათს არაფრის კეთება არ შეიძლებოდა და ქედან გამომდინარე ეს წინასახეაო, წინასწარმეტყველება არის და თან უკვე მოასწრო, მანო ჩემი სხეული შემურა, ამას ეუბნება პირდაპირ მოციქულებს და იუდა ამის დამნახავი, მინდა გითხრათ, რომ მან ვერ დაიტია ის მოლოდინი ვერ გაამართლა, რაზეც ვსაუბრობდით, იმიტომ რომ კი მიეგება პალმის რტოთი, კი ნახა იქ საოცარი, რომ ჩვილებიც კი ოსანას გალობდნენ, მეძუძური ჩვილებიც კი ოსანას გალობდნენ და ასეთი სასწაული მოხდა მაშინ იერუსალიმში. მიუხედავად ამისა, რომ თვითონაც მაგრამ არ ამართლებს მის მოლოდინებს, იმიტომ რომ უფრო სხვას ელოდება, ამ ქვეყნიურს ელოდება. და ეს არის ძალიან ხშირად ჩვენი პრობლემა საზოგადოებისა. ეს არ გეგონოთ მხოლოდ იუდას დაემართა და მას ჭირდა. ჩვენი პრობლემა ძალიან ხშირად გახლავთ მსგავსი. ამიტომაც ის ღებულობს გადაწყვეტილებას, რომ წავიდეს და მოელაპარაკოს მღვდელმთავრებს, როგორ გადასცეს ის. ხა ვიღაცა იკითხავს, რა გადაცემა უნდა და ცოცხლად აგერ ტაძარში იჯდა და ყველა ხედავდა. უნდა და სინამდვილეში, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ადამიანის თვალწინ არ უნდათ რომ მომხდარიყო ეს, იმიტომ რომ ჩოჩქოლი შეიძლება გამოეწვია ამას და არეულ დარეულობას ყველა ერიდებოდა, რადგანაც რომს ყავდა დაპყრობილი მაშინდელი ისრაელის მთელი ტერიტორია, იერუსალიმში მათი ჯარი იდგა და ნებისმიერი რაღაცა ხმაურზე შეიძლებოდა მომხდარიყო, რომ ჯარი ჩარეულიყო, სისხლი დაღვრილიყო და რისიც ეშინოდათ, ეს იყო
მიღწეული სტაბილურობის დაკარგვა. იმიტომ რომ ამ მიღწეული სტაბილურობით რაღაცა თანამდებობა ეჭირა იგივე კაიაფა მღვდელმთავარს, საიდანაც შემოსავლები ქონდა და ამას თუ დაკარგავდა, ეხლა დევნილებაში ყოფნა ნამდვილად არ უნდოდა. მოკლედ როგორც თანამედროვე გამოთქმა არ მიყვარს ხოლმე ამის გამეორება, მაგრამ უნდა ვთქვა, კომფორტის ზონიდან გამოსვლა არ სურდათ არც ერთს და აქედან გამომდინარე, უნდათ რომ ეს ამბავი ჩუმად მომხდარიყო, იუდა მიდის მათთან მოსალაპარაკებლად და ეს გახლავთ ოთხშაბათი დღე. როდესაც მოხდა მისი გაცემა. ხუთშაბათი დღე გახლავთ ძალიან დიდი საიდუმლოება ზიარების დაწესებისა, როდესაც მაცხოვარი ამბობს სუფრასთან გატეხავს პურს და დაასხავს ღვინოს, რომ ეს არის ჩემი ხორცი და ეს არის ჩემი სისხლი და პირდაპირ ასეთ რამეს ამბობს, რომ ამას ყოფდეთ მოსახსენებლად ჩემდა. ეს გახლავთ სახარებაში მოთხრობილი ამბავი, თუმცა კი ჩვენ წირვის დროს სასულიერო პირები ასე მოუწოდებთ ლოცვა, რომელიც იკითხება პირდაპირ ასე ჟღერს, რომ რაოდენ გზის ამას ყოფდეთ, პურს ამას ჭამდეთ და ღვინოს ამას მიდეთ, სიკვდილსა ჩემსა მიუთხრობდეთ, ანუ იხსენებდეთ ამ ყოველივეს და აღდგომასა ჩემსა აღიარებდეთ. ანუ ეს გახლავთ გახსენება მაცხოვრის შეიძლება ითქვას მთელი ცხოვრებისა, მაგრამ განსაკუთრებულად რომ ის ჩვენთვის, ჩვენი ცხოვრებისათვის გახლავთ ჯვარცმული სისხლი დაითხია იმისთვის, რომ ჩვენ გამოვსყიდულიყავით ამ ცოდვისგან და სწორედ ეს თანაზიარება გვაქვს და საშუალება, იმიტომ რომ თქვენ წეგან ბრძანეთ, რომ მე ხომ ფიზიკურად ვმარხულობო. სწორია, სულიერათაც უნდა მარხულობდეს ადამიანები ფიზიკურადაც, იმიტომ რომ ჩვენ ასე შედგენილები ვართ. ჩვენ სულისგან და ხორცისგან შევდგებით და ორივე ურთიერთ თანხმობით უნდა თანამონაწილეობდეს აი ამ მარხვაშიც. ამიტომაც ზიარებაც ასეთი მაქვს დადგენილი, რომ რატო შეიძლება იკითხო რა თმინდა პური და ღვინო სულიერად ვეზიარო ღმერთს ხომ შეიძლება აუცილებლად უნდა ეზიარო სულიერად ღმერთს მაგრამ რადგანაც ჩვენ შეგრძნებებით ვიმართებით ადამიანები შეხებით სმენით ყნოსვით გემოს გაგებით აი ესეთი რამ ღმერთმა ესეც არ დაგვამადლა და ესეც კი მოგვიბოძა რომ შენ შეგიძლია ეზიარო გარეგნული სახით პურსა და ღვინოს, რომელიც ჭეშმარიტი ქრისტეს სისხლი და ხორცია და განიცადო ეს სულიერათაც და ხორციელადაც. და ეს ძალიან მნიშვნელოვანი დღე გახლავთ. პარასკევს გადავიდეთ თანდათან, თორე ცოტა დრო გრჩება. კი, ბოდიშ ვიხდი რომ თუ ესე იგი დრო გამეპარაცოთა, უნდა ვთქვათ პარასკევის შესახებ, აი ამ ზიარების შემდგომ ხდება მისი შეპყრობა. განაჩენის გამოტანა, მე ხა თითო სიტყვით ვამბობ ამას, ჯვარცმა მისი, ამ ჯვარზე მისი აღსასრული და ეს გახლავთ ყველაზე მძიმე დღე შეიძლება ითქვას წელიწადის განმავლობაში. სხვათა შორის, ოთხშაბათი და პარასკევი მთელი წლის განმავლობაში ჩვენ მარხვა სწორედ ამიტომ გვაქვს, რომ ოთხშაბათობით ვიხსენებთ მაცხოვრის გაცემას, ანუ როდესაც მივიდა და იუდა მოლაპარაკება გამართა მღვდელმთავრებთან, როგორ მიეცა და პარასკევი ჯვარცმის დღე გახლავთ და ამიტომ ყოველთვის ადამიანი, როდესაც წლის განმავლობაში ოთხშაბათს და პარასკევს მარხულობს, ეს გახლავთ სწორედ ამ დღეების ოთხშაბათს ადამიანური ცოდვების გამოსყიდვის დღე გვაქვს, როგორც მე ვხვდები მაინც იუდას ცოდვების გამოსყიდვის. დიახ და ჯვარცმა გახსენება პარასკევობით ეს დღე გახლავთ. მისი აღსასრული ჯვარზე, როგორც უკვე მოგახსენეთ, ძალიან დროში შეზღუდულები იყვნენ, იმიტომ რომ შაბათს არაფრის კეთება არ შეიძლებოდა და ამიტომაც სასწრაფოდ დაასვენებენ სახელდახელოდ გამზადებულ საფლავში და შაბათ მთელი დღის განმავლობაში ელოდებიან, რომ დადგეს უნდა კვირა. და კვირა დგება, როგორც კი ირიჟრაჟებს გარბიან მენელსაცხებლე დედები, აი ეს ნელსაცხებელი, რომლითაც უნდა სხეული დაამუშავონ და იქ უკვე მათ სხეული აღარ ხვდებათ, ამიტომ ნამდვილად იმ ქალბატონმა, რომელმაც დაამუშავა წინასწარ, ნამდვილად ეს იწინასწარმეტყველა, რომ მისი სხეული, ესე იგი, ნელსაცხებლით უკვე დამუშავებულია. ეს გახლავთ ძალიან მოკლედ, რაც შეიძლებოდა ჩვენ აღვეწერა ამ ბოლო კვირასთან დაკავშირებით, თუმცა კი თითოეულ დღეზე ალბათ ერთი გადაცემა კი არა ალბათ სარეყოფა იმდენად ეს იგავები ღრმა არის და ძალიან ღრმა არის და თითოეულ მის შინაარს ძალიან მრავალწახნაგოვანი შეიძლება ითქვას განმარტება აქვს. დაუბრუნდებით ყველაფერს იმას, რაც სახარებაში წერია, რაც ჩვენ ქრისტეს ცხოვრებას და რაც უფრო ხშირად დაუბრუნდებით მით და გავიაზრებთ გონებით და გრძნობით, მით უფრო კარგად გვეცოდინება, რატომ უნდა ვიდგეთ ჭეშმარიტების მხარეს. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. ამიტომ ვფიქრობთ, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრებია ორშაბათობით, რომ ჩვენ გააზრებული გვქონდეს ჩვენი რწმენა, გააზრებული იყოს ჩვენი მარხვაც და გააზრებული იყოს
ლოცვის ყოველი სტრიქონი, რომელსაც ჩვენ წავთქვათ. გაუაზრებელი არაფერი არ შეიძლება, იმიტომ რომ ეს მაშინ ბრმად მორწმუნეობა, რასაც უფალი პირველ ყოვლისა გვეუბნება, რომ ასე არ უნდა ვიყოთ. ხოლო ორიოდე სიტყვით მომეცით უფლება რომ მე დამდეგი აღდგომაც მიულოცო ჩვენს მაყურებელს, რადგან იქამდე მე მათთან აღარ მომეცემა საშუალება და მოუწოდო ყველას. ვამბობ მithქვამს წინა გადაცემებშიც და ეხლაც ისევ გავიმეორებ რომ შეიძლება ადამიანმა რაღაც ვერ მოახერხა, ან ვერ გადადგა ეს ნაბიჯი, ან ვერ გარისკა, რაღაცა ბარიერები ხელს უშლიდა. არასდროს არ არის გვიან. თუნდაც დღეს, თუნდაც ამ წამს დაიწყო ეს ყველაფერი და გაიარო ეს დღეები ისე როგორც მე ჩამოვთვალე ეხლა თითოეულ დღე ძალიან მოკლედ და ასე შეეგებო ბრწყინვალე აღდგომას ზიარებით, ამ სიხარულით, ერთობით, აღსარებით, რაღაცა მოძღვართან ურთიერთობის გახსნით და ასე მინდა მოგილოცოთ დამდეგი აღდგომა ჩვენს გილოცავთ დამდეგ აღდგომას და ჩვენ კი შევხვდებით ბერჯერ, მაგრამ მეც მომეცითნება თქვენი სახელით მამა კახაბერს მივლოცოთ აღდგომის აღდგომის დღესასწაული, რამოდენიმე წუთში დავბრუნდებით და გველოდით.